მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ორშაბათია, საღამოს 8 საათი, ეთერში ანალიზის დრო TV+-ის ეთერში, მე მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად იმყოფება ბატონი შავლე წყოიძე, რომელიც გახლავთ გენერალ-ლეიტენანტი, იურისტი და სამართლის სპეციალისტი. მოგესალმებით ბატონო შავლე, მადლობა სტუდიაში მობრძანებისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა ბატონო კონსტანტინე მოწვევისთვის და კეთილი იყოს შენ გადაცემას ჩემი ფეხი. ბატონო შავლე და ტელემაყურებელსაც მივეტყვი, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სასაუბრო თემა იქნება საბანკო სისტემა და ის ფაქტი, თუ როგორ ყლიფავენ, ასე ვთქვათ, ბანკები გაჭირებულ მოსახლეობას, თანხებს და რა არის მთელი ეს რა ხდება და რა მაქინაციები მიდის, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერში. მაგას გამოსახლებებსაც შევეხებით და ასე შემდეგ. მაგას გაყლიფ არ ქვია, მაგას ქვია კანონის ფარგლებში სტანდარტულად მორგებული კანონები აქვს ბანკებს. აბა მაშინ გავუმარტოთ და გავშალოთ ეს თემა დროა მე მგონი. კი, რა თქმა უნდა. საქმე რა შეიცი, ბატონო კონსტანტინე. ეროვნული ბანკის საბაზო ერთეულიდან გამომდინარე, ოფიციალურად არც ერთ ბანკს არ აქვს უფლება, მაგალითად, აი სიტყვაზე ვთქვათ და თუ კლიენტი ვერ გადაიხდის რაღაც თანხას პროცენტულობიდან გამომდინარე, ესეთი კანონმდებლობის საფუძველზე არ აქვს უფლება, რომ მაგალითად სასამართლოს გარეშე მოახდინოს მასზე ოფიციალურად ყადაღის დადება, ანუ კლიენტის ანგარიშებზე, ან ასევე გაიტანოს აუქციონზე კლიენტის კუთვნილი ქონება, თუმცა დღევანდელ კანონმდებლობაში არის ესეთი რაღაცა, ანუ ურთიერთსაპირისპირო თემა ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში სხვა რამე წერია, ხოლო საქართველოში არსებულ სხვადასხვა ბანკებს აქვს ესეთი კანონმდებლობა, რომ შიდა გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლიათ სასამართლოს გვერდის აავლით მოახდინონ ანგარიშებზე ყადაღის დადება, ასევე კუთვნილი ქონების, ანუ კლიენტის კუთვნილი ქონების აუქციონზე გატანა. აი, ავიღოთ მაგალითი, სიტყვაზე ვთქვათ, იპოთეკური სესხი არ აქვს კლიენტს, მაგრამ აქვს ჩვეულებრივი სესხი, ხო? სამომხმარებლო. ვთქვათ, სიტყვაზე ვთქვათ 1000 ლარის ღირებულების, ხო? და მოხდა რაღაცა, რომ ვერ გადაიხადა გარკვეული დროის განმავლობაში და მოხდა ესეთ რაღაცა. ეს ბანკები ისეთ პროცენტებს და სარგებელს და იმხელა თანხებს უმატებენ, ხო, საბოლოოდ აკეთებენ ესეთ რაღაცას, რომ კუთვნილი ქონება, რომელიც უშუალოდ კლიენტის საკუთრებაშია, სასამართლოს გვერდის ავლით, შიდა სტანდარტების საფუძველზე კერძო აღმასრულებელთან გააქვთ, რომელიც მე აღმასრულებელი გადაწყვეტილების საფუძველზე გააქვს აუქციონზე. თუ თანხას არ გაიტანს და მეორე ყველაზე მთავარი რა არის, საქართველოს ბანკიდან კერძოდ ნებისმიერი ბანკი და როგორც TBC ბანკი, საქართველოს ბანკი, Liberty ბანკი, თუ გინდა სხვა ნებისმიერი ბანკები, ამ ბანკებიდან რა ხდება, იცი? თანხის ამოღებასთან დაკავშირებით რა პრინციპები აქვს? ვიღაცა რეკავს ოპერატორი, მიხდი? ჯერ არის და უყურე, ყველაზე მთავარს გეტყვი, ოფიციალურად კლიენტებზე მოქმედებს ზეწოლის ფუნქცია. პირდაპირ ეუბნება ოპერატორი ესეთ რაღაც რომ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩვენი საუბარი იწერება. ჯერ ერთის საუბრის ჩაწერა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არავის არ აქვს უფლება, რო ჩაწეროს. ანუ ეს გამოდის კლიენტზე ზეწოლა, ანუ ამას უფრო სხვანაირად შევაფასებდი როგორც იურისტი, ეს არის შანტაჟი. და რაც კანონის დარღვევა არ შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ნებისმიერ ბანკის წარმომადგენელს, თუ გინდა ეს იყოს პრობლემატიკური, თუ გინდა საახსოვრო მიმართულების მნიშვნელობა არ აქვს, რომ ვინმე უთხრავს, რომ ის ჩაწერა მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ჩაწერა რომ განხორციელდეს, უნდა იყოს მოსამართლის თანხა. რა თქმა უნდა, ოფიციალურ სასამართლო განჩინებაა საჭირო. მოსამართლის ხელის მოწერა. რა თქმა უნდა, დოკუმენტზე უნდა იყოს ხელმოწერა და სასამართლო ბეჭედი განჩინების საფუძველზე ისე არ გაკეთდება ჩაწერა და მეორე, უყურე урекавენ პრობლემატიურიდან, ახსრულებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან, ახლა კერძო უწყებებით შემოიღეს რაღაცები და урекавენ კლიენტებზე ეუნებიან ესეთ რაღაცას, რომ აი, თუ თქვენ ამ დროის ვადაში არ გადაიხდით ამ თანხას, ან ამას, ან იმას, ხო, თქვენი ქონება გაიყიდება, თუ არ ის ხო, გაშავდება, ის ყადაღა გაქვთ დადებული, თუ ჩვენ ანგარიშებზე თანხა და ჯერ ერთი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ბანკს რა უფლება აქვს ყადაღა დაადოს ვინმეს ანგარიშებზე, ან მისი ქონება გაიტანოს აუქციონზე, მაგრამ ამათ შიდა წესდებით აქვს უფლება მინიჭებული საჯარო რეესტრის მიერ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ნებისმიერი ქმედება მოახდინონ კლიენტის წინააღმდეგ. ანუ ბანკის კლიენტის უფლებები არის დარღვეული. და მეორე, იყო ასეთი რაღაცა 2012 წელს ეს ხელისუფლება რომ მოვიდა 2012 წლიდან 2020 წლამდე მოქმედებდა ესეთი კანონი, ბანკი იძლეოდა სესხს შემოწმების გარეშე.
ხო და აი ამ შემოწმების გარეშე რო იძლეოდა სესხს, ხო, მე ხდებოდა ესეთი რაღაცა, რომ მას შემოსავალი ქონდა, არ ქონდა, სულ არ აინტერესებდა, იძლეოდა ერჯერადად სამხმარებლო სესხს, ზოგი იყო 300 ლარი, ზოგი იყო 500 ლარი, ზოგი იყო სიტყვაზე თქვა 1000 ლარამდე იყო ერჯერადი სამხმარებლო სესხი და აი ამ სესხს რო იძლეოდა შემოწმების გარეშე მე აკეთებდნენ ესეთ რაღაცას. გაქონდათ აუქციონზე, ყადაღებს უდებდნენ, აშანტაჟებ. დღესაც არის ეგ სიტუაცია, რომ გრძელდება 10 წლის უკანდელი და სიტყვაზე თქვა უფრო მეტი პერიოდის სესხები რო აქვს ხალხს, იმათაც კი ურეკავენ. და საქმე რა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე 5 წელი თუ არის გასული, ხო, ავტომატურად გაჩნია სესხის ოდენობას, მაქსიმუმ 5 წელი თუ არის გასული, იცვლება ამინისტრირებულად, ანუ სახელმწიფო წერს ამ სესხებს. ანუ ასე ვთქვათ, ჩამოწერილი. რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ ეს ბანკები ისევე იგივეს აკეთებენ. ანუ იგივე პრინციპით მოქმედებენ, ისევე ამოღება აქვთ, ისევე სარგებელი უნდათ, ისევე და მეორე, კი ბატონო, შეიძლება გაზარდოთ ახლა, მაგრამ რა უბედურება 1000 ლარზე რო 20000 ლარია გადასახდელი. იმხელა სარგებელი და პროცენტი აქვთ გაზრდილი ყოველდღურად. და მეორე, აი სესხი გაქვს აღებული. სიტყვაზე ვთქვათ, ხო? თუ გადასცა ის არა ქვია 1 საათი 30 ლარი გაქვს ჯარიმა. თუ გადასცა 2 საათი 60 ლარი. და შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაც სესხი უნდა გადაიხადო, თუ ვერ გადაიხადე სიტყვაზე, 1 იმდენი დაგიწერონ ჯარიმა. ანუ 2 იმდენი უკეთეს შემთხვევაში. თუ 2 და შეიძლება 3-ის. და 3 თვის მერე ავტომატურად გაშავებენ. სტანდარტული პროცედურა აქვს შიგნით. შავლე ბატონო, რო შევეხოთ აი გამოსახლებების პროცესებს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თბილისში რამდენჯერ მოხდა ადამიანის გამოსახლება, თუნდაც ავიღოთ კეკელიძის ქუჩაზე რო გამოხდა გამოსახლება. და მინდა ვახსენო, არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ბატონი ზურაყი მსახიობი ყველამ ვიცით ზურაყიფშიძე დაიწერა Facebook-ზე, რომ ის გამოაგდეს სახლიდან, რატომ რისთვის გამო არ ვიცით. მე გამოსახლებითი პრინციპი. გამოსახლების პრინციპი და აი რო შევეხოთ ამ თემასაც, რომ ეს თემაც ძალიან პრობლემატური საკითხია საქართველოში და ეს თემაც ძალიან უნდა ამოიღოს ამ თემაზეც ხმა საზოგადოებამ ხმა ვფიქრობ. კი ბატონო. აი ახლა მაგალითს მოვიყვან ესეთ რაღაცას. შეხედე ბანკებთან დაკავშირებით, კიდევ ვიმეორებ, შიდა სტანდარტული გადაწყვეტილების საფუძველზე, პროცენტებისა და სარგებლობის უფლებით, რომელიც არის ჯარიმები ეს ყველაფერი, ბანკს აქვს უფლება აუქციონზე გაყიდვის შემდეგ, საახსრულებლო, ვიღაც რო იყიდეს კლიენტი, საახსრულებლო მოახდინოს ბანკის კლიენტის გამოსახლება. მაგრამ თქვენ თუ იცით, რომ გარდა იმისა, რომ კლიენტის გარდა, ანუ ვიღაცა მიყიდა აუქციონზე, დაახლოებით 90% შემთხვევაში თავად ბანკი ყიდულობს ქონებას. ბანკი? თავად ბანკი ყიდულობს ქონებას. ანუ კლიენტის ქონებას თავად ყიდულობს ბანკი. აუქციონის საშუალებით. ანუ ასე შეგვიძლია ვთქვათ, შავლე ბატონო, რომ სახლს ართმევს. რა თქმა უნდა. ისაკუთრებს ბანკი. რა თქმა უნდა, ისაკუთრებს და გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც შეფასებით სკალაზე მოხდება მისი ფასის აწევა, მე იადგება და გაყიდის ისევე აუქციონზე 40 ფასად. შეიძლება 3 და 5 მაგათაც გაყიდოს. ყიდულობს იეფად. თუ ის სიტყვაზე და უშოთ 200.000, გაყიდის 800.000. ხო, მაგრამ თუ ქონება, სახლის ქონება არის ჯერეთი სახს ბანკი არასოდეს არ აფასებს თვითღირებულებას, აფასებს ნაკლებად. მოგება რომ ნახოს. და მეორე, თუ ქონება ღირს სიტყვაზე თქვა $200,000, ბანკი შეაფასებს $100,000-დან $150,000-მდე, იყიდის მაგ ღირებულებაში, ხვდები? და გარკვეული დროის შემდეგ შეუძლია მილიონადაც კი გაყიდოს ფასის აწევის შემთხვევაში. და მანამდე მისაკუთრებაშია. ესე იგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანკი ყველა ვარიანტში მოგებული რა თქმა უნდა, ყოველ მიზეზს გარეშე. ამას აკეთებს შიდა გადაწყვეტილების საფუძველზე. აი მაგალითს მოვიყვან, გამოსახლებასთან დაკავშირებით. მე მქონდა ერთი კლიენტის იურიდიულ მიმართულებაში პიროვნება, რომელსაც მაგალითად ედავებოდა, დედინასვალთან მიმართებაში მისი სახლი იყო. და რაღაც მოხდა ესეთი რაღაცა და გამოსახლება. იმის სახლი იყო, ოღონდ დედინასვალი ცხოვრობდა რაღაცა. შეიტანა ახსრულება სასამართლო ყველაფერს დამდგა. ახსრულება 2 წლის მერე ძლივს გამოასახლა. და ბანკი რო შეიტანს ახსრულებაში, მაქსიმუმ რამოდენიმე თვეში ასახლები. შეიძლება იმავე კვირაში გამოასახლო. ანუ თუ ეს კანონი ექვემდებარება იმას, ის კანონი რა თქმა უნდა ექვემდებარება ამას. მე ხვდი? შალე ბატონო, რა ერთი კითხვა მაქვს. ახსრულების პოლიცია ექვემდებარება, ასე ვთქვათ, სასამართლოს განჩინებას. რა თქმა უნდა, ყოველ მიზეზს გარეშე. ანუ სასამართლოს განჩინების საფუძველის გარეშე, ან გვერდისავლით,
იმან რომ ასრულებს პოლიციამ რომ ეს საქმე გააკეთოს, ანუ გამოასახლოს ოჯახი, მიეცემიან სისხლის პასუხისგებაში. რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე პრინციპიც არის. თუ ბანკი ოფიციალურად კერძო აღმასრულებელს მიმართავს, მიხვდი? და აღმასრულებელი გამოიტანს გადაწყვეტილებას გამოსახლებასთან დაკავშირებით, იმას სასამართლო აღარ ჭირდება თავიდანვე ვთქვი. შიდა სტრუქტურული ერთეულიდან გამომდინარე წესდებაში უწერიათ პროგრამირებით, რომ აქვთ უფლება. და ეს არის საქართველოსში არსებული საჯარო რეესტრის პირდაპირ მე ვთვლი რომ ეს არის პირდაპირ დანაშაული, რომ მიცა ბანკებს უფლება იმისა, რაც კანონმდებლობიდან გამომდინარე არ შეიძლება. ყველა დავა უნდა გადაწყვეტეს სასამართლოს საშუალებით. მაგრამ ბანკები აკეთებენ სასამართლოს გარეშე შიდა გამოსახლებას, ასევე აკეთებენ ყადაღის დადებას, ქონების აუქციონზე გატანას, ყველაფერს შიდა წესდებით ატარებენ. ანუ სასამართლოს საერთოდ აღარ გადააქვთ, პირდაპირ თავად იღებენ გადაწყვეტილებას, ბანკში კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას თავის რომ დავაი ასე გააკეთეს. და მორჩა. მე გადაცემენ კერძო აღმასრულებელს და კერძო აღმასრულებელი გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომ всё, ვეღარ იხდის ის თანხას, სახელმწიფო სჭირდება აუქციონზე გაიყიდა ქონება და პატრონი გაუშვა. არა, ქონება რომ გაიყიდა აუქციონზე, ქონებას ყიდულობს ბანკი და ისევ ბანკი მიმართვის საფუძველზე კერძო აღმასრულებელი ასახლებს ქონების პრობლემას. და ოჯახს სწავლობს ქუჩაში. მოკლედ, ხო ბატონო შავლაკ ბატონო, მინდა ძალიან პრობლემატური საკითხი შევახო კიდევ ერთს, რასაც ქვია სესხები. კერძო სესხები, საბანკო სესხები. ეგ ყველაზე დიდი პრობლემატურია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი წეხან თქვი და ვიმეორებ, რომ ეს სესხებთან დაკავშირებით ყოველ მიზეზ გარეშე ადამიანი, რომელიც უშუალოდ იღებს სესხს, უნდა შემოწმდეს მისი შესაძლებლობა შემოსავლისა და იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს სესხები. და მეორე, რა ხდება ახლა კიდე ყველაზე მთავარი. საქართველოს მოსახლეობის 80-85%, ვინც კი საჯარო სამსახურში არის დასაქმებული, სახელმწიფოს დავალებით თუ კერძო სექტორის დავალებით, თითქმის ყველას აქვს სესხები. უფრო მეტად ბანკის. ხო, ბანკის სესხები აქვს. მაგრამ მეორე ვარიანტიც არის, შეიძლება ბანკის სესხები აქვს, ის უფრო მეტად პრობლემურია ბანკის სესხები, ვიდრე კერძო მევახშეებთან ურთიერთობა, მიხვდი? იმიტომ რომ სახელმწიფო ხელფას რო უხდის სიტყვაზე თქვა თუ 1000 ლარს ბანკს მიაქვს ნახევარი. ერთი კითხვა დამებადა ახლა. კერძო მევახშე კონტაქტშია ყოველთვის ბანკთან. რა თქმა უნდა, კერძო მევახშე ყოველთვის კონტაქტშია. ისე არასოდეს კერძო მევახშე ვერანაირად ვერ გაცემს სესხს, იმიტომ რომ მას ოფიციალურად თანხები აქვს, საბანკო ხელზე არავის არ აქვს მევახშეს. თანხა. ბანკის საშუალებით უნდა გაიცეს. ოღონდ მის სახელზე ფორმდება სესხი, მიხვდი? და მე გადადის, ნუ ამ ბანკიდან ჩარიცხვა, ან გამოტანით ხელზე მიცემა, ნუ რა. იურიდიული მხარეა. ანუ მე თუ სიტყვაზე მევახშე და შენ გჭირდება ასე ვთქვათ სესხი, მე მიმართავ ბანკს, ბანკი ჩამირიცხავს ანგარიშს და მე გადმოგირიცხავ ანგარიშზე. ხო, ეგეთი ვარიანტია. ეგეც შეიძლება და კიდევ თვითონ მევახშის ანგარიშიდან მოგცეს თავის შენი საკუთარი ანგარიშიდან მომცეს მე ბანკმა სესხი. მიხვდი? ანუ პირდაპირ ბანკმა მე ჩამირიცხავ. რა თქმა უნდა. ერთი ფაქტი მინდა აღნიშნო, დედაჩემს მაქსაოვარი, დედას ჰქონდა Liberty Bank-ში აღნიშნავ, Liberty Bank-ში ჰქონდა სესხი აღებული, ნუ გარკვეულ საკითხებზე დაჭირდა და შემდეგ უკვე არ გაგიჟებული იყო ხალი, ძირი არ აკლდებაო, ვიხდიო, ძირი არ აკლდებაო, რა ხდებაო და მაგას ქვია რა ხდება? მაგას ქვია სასესხო ვალდებულება ორი გრაფთის საშუალება. ანუ სესხს იძლევა, იხდის ყველაფერს, მაგრამ სამაგეროდ ძირი არ აკლდება. პროცენტი და სარგებელი მიდის და ძირი არ აკლდება. აი ზუსტად იხდი მაინც. იხდი ხო, ზუსტად ეგ პრინციპი ქონდა დედაჩემს და საპენსიო სესხი, პირადად დედაჩემს და დღეს მე ისე დავალაგე ეს სიტუაცია, რომ საბანკო ვალდებულებიდან გამომდინარე, ფანჯარა ისეა დალაგებული, ხელი მე უნდა მოვაწერო, რომ ძირს გამოვაგდეს რაღაც თანხა. თორე თუ ხელი არ მოვაწერე, ისევ პროცენტსა და ჯარიმაში მიდის. და სარგებელში. და გადაცილებაზე უწერენ, რომ აი მაგალითად 80 ლარი ხო აქვს სიტყვაზე თუ გადასახდელი ძირის ან თანხა მიაქვს ბანკს და თუ გადაცდა ერთი დღე პენსია არ დაერიცხა და ერთი დღე გადაცდა თანხას, უწერენ 20, 30, 40, 50 ლარი. ერთხელ მოხდა, სამი დღე ქონდა გადაცილება და 120 ლარი დაუწერეს ჯარი. დამატებითი. რომ სასხმო საბანკო ბანკიდან დაემთხვა დასვენების დღეები და ანგარიშზე თანხა არ დაირიცხა, ხო ხდები? ნუ რაღაც შაბათ-კვირა იყო, იქ დასვენების დღეები იყო რაღაც. არ დაირიცხა თანხა და ზუსტად იმ პერიოდში რომ დაირიცხა, როცა დაირიცხა, უკვე გადაცილება იყო, არ გაითვალისწინეს. და პირდაპირ ჯარიმები გაუშვეს. შავლეკ, მოდი ახლა გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ უფრო კაი მზაბ თემებზე. კი ბატონო. რეკლამა ეთერში.
მოკლედ რეკლამის შემდეგ დავბრუნდით ეთერში. ისევ შეგახსენებთ, ყავს გენერალ-ლეიტენანტი, იურისტი და სამართალმცოდნე სტუმრად ბატონი შავლე ბიჭყოვიძე, ისევ მოგესალმებით და ჯობია გავაგრძელოთ თემებზე საუბარი. მოკლედ ჩვენ გაჩერებული ვიყავით იმ თემაზე, რომ სესხის ძირი არ აკლდება და გადადის, ანუ ისტუმრებ, კი, რაღაც, მაგრამ ძირი არ აკლდება. ფანჯარაა ესე, გორებს გრაფთის ფანჯარა. და ასეთი ლიბერტი ბანკს მარტო არ აქვს ყველანაირ ბანკს. თითქმის ყველა ბანკს. თითქმის ყველა ბანკს და რაში ჭირდებათ ეს ყოველივე? ანუ რაში ჭირდებათ ეს ყველაფერი? ხო შეიძლება ერთხელ გადაიხადო და დასრულდეს ეს სცენები. კი ბატონო, მაგრამ უყურ რა ხდება? ყველა ბანკი ღებულობს სარგებელს. ამ სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე. ყველა ბანკი საერთოდ რომელ ბანკსაც აქვს ორგრაფთის სასესხო ვალდებულება, ყველა ღებულობს სარგებელს. იმიტომ რომ ძირი იგივე რჩება, პროცენტსა და სარგებელი მიაქვს თვითონ. პროცენტი თუ არ და კიდე რა 12% თუ არის სიტყვაზე ვთქვათ საბანკო ვალდებულება ის კლიენტს ახდებილებენ 25-დან 36%-მდე და მეორე კიდე შეუძლიათ დააბრუნონ ხელახალი გადანაწილება მოახდინონ და კიდე გაზარდონ პროცენტი და რაც ყველაზე ცუდია ნებისმიერ კლიენტს რომელიც იღებს სესხს აი პენსიონერი არც ერთი ოპერატორი არ უხსნის რას იღებს ხეთი αλλά შეიძლება მოხუც ადამიანს არ კონდეს სათვალა ვერ წაიკითხოს, ხო უნდა აუხსნას ოპერატორი. არა, პირდაპირ ახსნის გარეშე ეუნება. აი აქ უნდა მოაწერო ხელი. მოაწერს ხელს და გამოდის რომ თუ ორგრაფთის სესხი აქვს აღებული. საპენსიო სესხი სხვა არის, ორგრაფთის სესხი სხვა. ხვდები? ანუ ეს მეორე უფრო საშიში. ხო, ეს უფრო უარესი საშიშია. სტანდარტული სვლა აქვს, ვიხდი? დაკეთან გამომდინარე, ასე ვთქვათ, გეთამაშებიან. კი, იმიტომ რომ სარგებელი უნდა ახლა პენსიონერს დიდად მნიშვნელოვანი არ არის იმ მომენტში აიღოს ეს სიტყვაზე ვთქვათ 1000 ლარი, 2000 ლარი, მაგრამ საბოლოოდ გამოდის ესეთი რაღაცა, რომ იმის მაგერად რომ სტანდარტული სესხი იხადოს, იხდის ორგრაფთის სესხს, ძირი იგივე რჩება და მხოლოდ პროცენტი და სარგებელი მიდის. როცა სტანდარტულ სესხზე პროცენტი სარგებელი და ძირს აცაკლდება თანხა. ეხთი, ანუ სვლა აქვს ამათ ისეთი რომ სარგებელი ნახო. ამ შავლე, იცი რა, მოდი შენობით გესაუბრები. შავლე, შესაძლოა ამ გადაცემის ყურების შემდეგ ეს გადაცემა ნახონ ამ აღნიშნული ბანკების მენეჯერებმა, მფლობელებმა, უფროსებმა და ჩვეულებრივ მამულარე ოპერატორებმაც. და ამ გადაცემის შემდეგ გადაგონტე რომ ჭალებში. აი თქვენ დასეტყოდით მათ. მე ისედაც გადავთარებული მყავს გარკვეული ბანკის წარმომადგენლობა. დასეტყოდით ამ ბანკის შეფებს ასე ვთქვით. ნუ შეფებს მე ყველას ესეთ რაღაცას ვეთქვი ბატონო კონსტანტინე. საქმე რაში მდგომარეობს იცი? ეს ერთ სანამ ამას ვიტყვი, მანამდე მაგალითს მოვიყვანე, პირადად ჩემი რო იღებდა ლიბერტი ბანკში ერთ-ერთ სესხს, ლიბერტი ბანკის წარმომადგენლობამ უარი უთხრა მხოლოდ იმის გულისთვის, რომ მე ლიბერტი ბანკის წინააღმდეგ არაერთი კლიენტის სასარგებლოდ 50-ზე მეტი პროცესი მქონდა მოგებული. და მათ შორის სარგებელი, ანუ შეთანხმება იყო გაკეთებული კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე. დიახ. და ფაქტურად მოგება გამოდის ისიც. ხო და აქედან გამომდინარე უარი უთხრეს. და ამიტომ ვეუბნები ყველა ბანკს. ჯერ ერთი თქვენ რომ სარგებელს ღებულობთ, ხომ უნდა გაითვალისწინოთ კლიენტის ინტერესებიც. და მეორე, თუ შენ სესხს აძლევ, კინ საქართველოს ბანკი იყავი თუ გინდა, ლიბერტი იყავი თუ გინდა, TBC იყავი თუ გინდა, ნუ მნიშვნელობა არ აქვს რომელი ბანკიც ახარ. გაითვალისწინე მისი შემოსავალი, გაითვალისწინე მისი შესაძლებლობები და გაეცი სესხი. მეორე. კიდევ ერთ რამეს ვეტყვი ბანკების ყველა ხელმძღვანელობას, რომ პირდაპირ კანონის დარღვევა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, როდესაც გაგაქვს შენ ქონება აუქციონზე, ანგარიშებზე უდევ ყადაღას და არ ითვალისწინებ კლიენტის ინტერესს და საარსებო მინიმუმსაც კი არ აძლევ. და ართმევ. ხელფასი თუ დაირიცხება ყადაღას დადებულ ანგარიშზე, პირდაპირ მიაქვს. იდებს ჯიბეში. იდებს თითლიანად ჯიბეში. საარსებო მინიმუმსაც ართმევ. ეს ყველაფერი უნდა მიიღოს საქართველოში არსებულმა სასამართლოებმა ოფიციალურად. ეს არის არბიტრაჟი, საქალაქო სასამართლო არბიტრაჟი და მე უნდა მოხდეს ამ ყველაფრის და კლიენტის გამომდინარე თუ რამეს არ ღობს კანონის ფარგლებში, მაშინ უნდა მოხდეს აუქციონზე ქონების გადანა, ანგარიშზე ყადაღის დადება და სხვადასხვა რაღაც. შეკაი ადამიანო, შიდა წესდებით რო ვაკეთებ ყველაფერს. და ეს საჯარო რეესტრმა მოგცა უფლება. ეს ხო პირდაპირ კანონის დარღვევაა. იქნება და იმ კლიენტს შეუძლია რაღაც გადანაწილების საფუძველზე გაიტანოს, გადაიხადოს ვალდებულება, ხო? არა, ამას საერთოდ არ აინტერესებთ.
ამიტომ მოუწოდებ ყველა ბანკის ხელმძღვანელობას. მოვიდონ აზრზე და ექვემდებარო რომ საქართველოს კანონმდებლობას და ნუ ცდილობენ ბანკის კლიენტებიდან ამოიღონ იმაზე მეტი თანხები, ვიდრე კანონითა და პროცენტულობით ეკუთვნით. მე კი მიმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მე კი მიმართავ სასამართლოს, აღსრულების პოლიციას, რომ პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ მონიტორინგი გააკეთონ ამ ყველაფრის, ამ ბანკების შიდა სამზარეულოსი და ასევე აღსრულების პოლიციას და სასამართლოს მიმართავ, რომ იმოქმედეთ კანონის ფარგლებში აუცილებლად და არ გადაამეტოთ თქვენს უფლებამოსილებას. ბატონო კონსტანტინე, აი ერთ რაღაცას დავამატებ. ყავს ერთი კლიენტი TBC ბანკთან დაკავშირებით. აი ახლა ამ წუთას გამახსენდა TBC ბანკთან დაკავშირებით. მოკლედ, დაახლოებით $20,000-მდე ჰქონდა სასესხო ვალდებულება აღებული. მოხდა რაღაცა გარკვეული პერიოდი და ვერ გადაიხადა. და მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ოფიციალურად $180,000-მდე აიღეს ქონება და ქონება გაიტანეს აუქციონზე. დაურეკეს მე ბანკიდან და უთხრეს, რომ აუქციონიდან მოხსნით ანგარიშსო, თანხასო, თუ მოხდება ესეთ რაღაცა, წინწრები თუ შეიტან $5,000 ანგარიშზე. შეიტანეს ანგარიშზე. ზუსტად იმ დროს ვადებში რომ უთხრეს $5,000, არ არის ნახევარი საათი გასული და ისე ბანკიდან ურიგავენ. გაიყიდა აუქციონზე თქვენი ქონება. და თავად TBC მიყიდა ეს ქონება. თავადვე TBC მიყიდა ქონება. ადამიანი დატოვეს ქუჩაში. ფაქტურად დატოვეს ქუჩაში. მოხდა ისეთი რაღაც რომ ვიყავით, საბოლოოდ მოხდა რომ TBC-ის იურისტმა რომ დამინახა, ელეთ-მელეთი დაიწყო, იმიტომ რომ ერთი პროცესი ჰქონდა მის წინააღმდეგ მოგებული და საბოლოოდ იმ შეთანხმებაზე წამოვიდა რაც ჩვენ გვჭირდებოდა, მაგრამ კანონის დარღვევა შეკაი ადამიანი თუ აუქციონის არ გატანას პირდები და $5,000 ახდევინებ შენს კლიენტს და ერთ საათში ურეკავდე უნები რომ აუქციონზე გაიყიდა ქონება. ეს ხო კანონის დარღვევა პირდაპირ. და გამოვიდა მე შტაბ-ჭრილება დამჩა რომ იმ $5,000 აი ჟარგონულ სიტყვას ვიხმარ შეტყაპუნება უნდათ კლიენტიდან. და ეუბნებიან რომ კი ბატონო ჩვენ აუქციონზე გავიდან რაღაც ვიყიდეთ ეს ყველაფერი და $180,000 პლუს ემატება ესა და სადღაც $200,000-მდე გამოიყვანეს. ეს უნდა გადაიხადო ნუ ამით რომ ქონება უკან დაგიბრუნოს ეს. ჟარგონულად ვიტყვი, ქონება ამ ადამიანს აახიეს. ხო, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ზუსტად $20,000 გადაიხადა. ამან, რაც იყო სტანდარტული ნუ $18,000 ცოტა მეტი. სტანდარტული ღირებულება წელიწად ნახევრის განმავლობაში ხდა $600, ის $5,000 დარჩენილი რაც იყო ისიც დაემატა და მე გადმოვიდა ქონება მფლობელის სარგებლობაში და საბოლოოდ სესხი გაფორმდა სამომხმარებლოდ. ანუ გაფორმდა როგორც სამომხმარებლო სესხი და არა ბიზნესის. კი ბატონო. და თუ არა და წარმოიდგინე, სესხი არც ბიზნესი იყო და არც იპოთეკური, სამომხმარებლო სესხი იყო. და გაწირეს ადამიანი. ხო. და ეს $20,000 იყო ძველი პრობლემული რაღაცა სარგებელი და ხელახალი გადაანგრეში საფუძველს ხო გამოვიდა. და ისე გამოიყვანეს. მე გაზარდეს $150,000-მდე. არ დაგვაუწყდეს ახლა შავლე გვისია TBC ბანკი. ხო, ვიცით, გასაგებია როგორ არა, მაგრამ კანონი ხო კანონია, ბატონო მოსწავლე. კანონი ყოველთვის კანონია. თუ ჩვენ ვალდებული ვართ რომ აღებული სესხი ვიხადოთ, ბანკები რატო არ არიან ვალდებულები რომ ჩვენ ინტერესებიც გაითვალისწინონ? მარტო მათი ინტერესები ჩვენ რატომ უნდა გავითვალისწინოთ? სამწუხაროდ ასეა. კარგით, შევლეკ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა რომ იმყოფებოდი ჩემს ეთერში და არ მითხარი უარი და ასეთ პრობლემურ საკითხებზე ვისაუბრეთ და წინ კიდევ ბევრი პრობლემური საკითხებია, მათ შორის თუ გინდა ერთ თემას ახლა შევეხოთ კიდევ სანამ ასე თუ ისე ბონუს დრო გვაქვს. შინაგან საპატრულო პოლიციის ასე ვთქვათ ბმულიდან, ვებგვერდიდან კი არა და ტელეფონის ნომრიდან, გაურკვეველი ნომრიდან ეს იცი ალბათ ჩვენს. ბოდიში ნომრიდან ადამიანებს თითქმის ყველას ვისაც ავტომობილი აქვს არა ყავს ავტომობილი ერთი მე არ მომივიდა თორე და შენ თორე ყველას მიუვიდა არც მე რო უსვლია იცი რაზეც მომივიდა კი ვიცი ხო მიუვიდათ რომ აი თქვენ დაგეკისრათ პარკირების ჯარიმა და მიუვიდა საქართველოს თითქმის ნახევარს ეს შეიძლება მეცაც
შეიძლება მეცაც და როგორც შემდეგ გარიყვა ეს არის დიდი აფიორა და თანხის გამოძალვის სქემა. ბარემ ამაზეც ვისაუბროთ ბონუს დროში და შემდეგ დავასრულოთ. ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც უშუალოდ ჰაკერული მახინაციების საფუძველზე ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვითომ და იმეილ შრიფტით, რომელიც ტელეფონზე მოდის. ხო, ინფოპოლისში. ხო, შემოდის შეტყობინება, რომ თქვენ დაგეკისრათ პარკირების ჯარიმა, დაგეკისრათ ვიდეო ჯარიმა, დაგეკისრათ ეს, დაგეკისრათ ის და საბოლოოდ ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს შესაბამის უწყებებიდან რომ ამას არანაირი ვალდებულება არ აქვს. არაფერ შუაშია პოლიცია. არაფერ შუაში არ არის პოლიცია. ყველა იმ პიროვნებას, ვისაც ეს შეტყობინება მივიდა და რომც მივიდა შემდეგში, მე ვეუბნები ესეთ რაღაცას. ყოველ მიზეზის გარეშე საპატრულოს სამმართველოში მიბრძანდონ, გადაამოწმონ, დარეკონ შეიძლება ოპერატორმა ზუსტად ვერ გაცეს პასუხი, ყოველ მიზეზის გარეშე უნდა მივიდონ, გადაამოწმონ თავიანთი მონაცემების საფუძველზე, სტანდარტულად აქვს თუ არა მართლა ვიდეო ჯარიმა, სიტყვაზე ვთქვათ, საპატრულო ჯარიმა, ან ეს პარკირების ჯარიმა, ამის მიხედვით უნდა შეამოწმონ და შემოწმების შემდეგ თუ მართლა უფიქსირდებათ, გადაიხადონ, თუ არ უფიქსირდებათ, მაშინ არ გადაიხადონ. იქ არის მითითებული საბანკო ანგარიშებიც, SMS შეტყობინებაში, ჯარიმის ისა რა ქვია, ყურე ხდება საჯარიმო ვარიანტში აწერია სახაზინო რაღაც ნომერი, რომელშიც უნდა შეიტანო. ხო და აი სახაზინო ნომრიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს თუ მართლა არის საპატრულოს მიერ მოხდარი ან სიტყვაზე ვთქვათ თბილისის პარკირების სამსახურის მიერ ან სხვა ქალაქებში პარკირების სამსახურის მიერ დაწერილი ჯარიმა, კი ბატონო გადაიხადონ, მაგრამ უნდა შემოწმდეს ყოველ მიზეზის გარეშე და ესე არავითარ შემთხვევაში არ უნდა რაღაც ბუნულს დაუჯერო. რაღაც ბუნულს 1000 რეკლამა შემოდის, 1000 შეტყობინება შემოდის, ეს არის პირდაპირ აფიორა, თუ დადგიცდა რომ არაფერ შეხება არ აქვს არც უნდა გადაიხადო და თუ დაუდასტურდა და დაუდასტურა უწყებამ რომ ნამდვილად დაჯერებულ ხარ კი ბატონო გადაიხადე, მაგრამ მე ვიცი რომ სადღაც საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტმა ეს შეტყობინება მიიღო და გაირკვა საბოლოოდ რომ ეს იყო აფიორა, სტანდარტული აფიორა, რომელიც ფულის ტექნიკურად მითვისებას ემსახურებოდა. ხო რა, ახევას მითვისებას ემსახურებოდა და ამიტომ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რაც ვილაპარაკე გაითვალისწინეთ. მე თქვენ მხარეს ვარ, საერთოდ არაფერში არ მჭირდება და არც არაფერში არ მოწყობს ვინმე თქვენი კუთვნილი თანხები მიითვისოს, ეს ჩემ პრინციპებზე და თქვენ პრინციპებზედაც არის და ამიტომ გაითვალისწინეთ ის, რაც ვილაპარაკე. მადლობა შავლეკ, ამ ბონუს დროში რო ესეთი კაი სიტყვები ჩაამატე, ეს ბონუს დრო გამოვიყენეთ ჩვენ და ძვირფას ტელემაყურებლებო 4 შაბათიდან უკვე სიახლეა ჩვენი გადაცემა გადადის რეგლამენტის ფორმატში. კი ბატონო. და უკვე ამ გადაცემაში 1 და 2 არა, არამედ 4 და მეტი სტუმარი მეყოლება, ყველას ექნება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5. მაქსიმუმ 5 და ყველას ექნება თითო წუთი ერთ თემაზე, თითო წუთი სხვადასხვა კითხვებზე გასცეს პასუხი და ნახოთ რა როგორ გამოვა და თქვენც იქნებით მათ შორის რა თქმა უნდა თანაწამყნობას გაგიწევთ ყოველ მიზეზის გარეშე. შეძლების დაგვარად როგორც შემეძლება ის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო შავლეკ. მადლობა ბატონო კონსტანტინე სტუმრობისათვის. და დაპატიჟებისათვის. მე არ ვიყავი სტუმარი. მე თქვენთან სტუმრობისათვის. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო შავლეკ. მე მაყურებელს მშვიდობების ზუსტად ზეგამდე 4 შაბათს ახალი ფორმატით და ახალი გადაცემის სახელით 8 საათზე დაგიბრუნდებით TV+-ის ეთერში. დროებით. მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ გვიყურეთ და ჩვენი აზრები და ჩვენი ნათქვამი სიტყვები თქვენამდე მოვიტანეთ და ვცდილობთ რომ რომელიმე გვერდში დაგიდგეთ და დაგეხმაროთ იურიდიული კონსულტაციებით მაინც მინიმალურად. ეს იყო გადაცემა ანალიზის დრო. ჩვენ ჯერ ვიგებთ, შემდეგ ვსაუბრობთ. დროებით.